ამ სიღრმეზე მყინვარის დიდი წნევისაგან შექმნილი მდგომარეობა ყინულის მასების მოულოდნელი ნგრევისა და ჩაქცევის სახიფათოობაზე მეტყველებს. ეს ექსპედიციის კულმინაციური მომენტი აღმოჩნდა. 62 მეტრი კი ქართული გლაციოსპელეოლოგიის ახალი რეკორდი. ამ ნაპრალში ქვევით გაგრძელებას აზრი აღარ აქვს და ძალიან სახიფათოა. ამიტომ ჯობია ეს ნაპრალი მივატოვოთ და ზევით ავიდეთ. სურას გაკინულია თოქი. ცოტა ფილად ამოდი. როგორია რეზა? მაგარია. აღტაცებული მაყურებელი პროგრამა ირაუზე ამბობდა, ჩვენი ქართული დისკავერიაო. ყინულსა და ჩვენ შორის თანდათანობით საერთო ენა მოიძებნა. გაყინულ კედელთან საკმაოდ თბილი ურთიერთობა დამყარდა. მაინც არ გამოდგა. ცოტა უფრო სხვაგვარად უნდა დავამუშავოთ ეს დაშვების პარალელური გადაღების მეთოდი. ბუნებრივია ყველას უჩვეულო შეგრძნება ეუფლება. კარსტული ჭა ხის ფუღუროდან. ასეთ რამეს მხოლოდ ზღაპარში თუ გაიგებს კაცი. საჭიროა ხომას ნახოს ეს მშვენიერება. რატო ვერ ნახავს ამ მშვენიერებას ან ჩემი ბრალი ან კიდევ იმისი. კანიონი ეს არის ერთი სიტუაცია. ვისაც არ უნახავს ვერ წარმოიდგენს, ვისაც არ გაუკეთებია ვერ შეიგრძნობს.